ეს შეგვიძლია AI სტუდიო მიგვიყვანოს იქამდე. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და მისი პრაქტიკული შესაძლებლობების ათვისებაზე ორიენტირებული ტრენინგი ქართული მედია ჯგუფის უსაფრთხოების სპეციალისტმა ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სტუდენტები. პროგრამა მოიცავდა როგორც თეორიულ ლექციებს, ისე პრაქტიკულ სამუშაოებს, სადაც მონაწილეებმა საკუთარი ხელით ისწავლეს AI ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის დამუშავებისთვის, ტექსტების ანალიზისა და გენერირებისთვის, ვიზუალური კონტენტის შექმნისთვის და სხვა პრაქტიკული მიზნებისთვის. მოდის ხელოვნური ინტელექტის, ანუ AI აგენტების ეპოქა, რომლებიც აბსოლუტურად შეცვლიან დღის წესრიგს, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, აბსოლუტურად შეცვლიან საბაზრო ეკონომიკას და ყველაფერს, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ ადამიანებმა. ჩვენი დღევანდელი ტრენინგით სწორედ ამას ეხებოდა AI აგენტების შექმნას, გენერირებას და გამოყენებას კონკრეტული სხვადასხვა მიმართულებებით, ვისაც რისთვის სჭირდება ეს, ზოგ შეიძლება ეს სჭირდებოდეს სოციალური ქსელების მიმართულებით და მედიის მიმართულებით, ზოგ შეიძლება ეს სჭირდებოდეს საკუთარი ბიზნესის მიმართულებით და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად გავართულოთ, ასე ვთქვათ, დავალებები ზოგადად ჩვენს ტრენინგ სემინარებზე, ადამიანები შევაგუოთ გარკვეულ სიძნელეებს, რომ კონკურენტ უნარიანები იყვნენ ზოგადად ეს ადამიანები სხვადასხვა გამოწვევებისთვის, რომელიც ძალიან მალე იქნება და ის უკვე აქ არის თითქმის ჩვენს წინ არის, ჩვენ უკვე იმ ეპოქაში ვართ ფაქტიურად და არ შეიძლება ამ უნარების გარეშე ვიყოთ, დავრჩეთ. ეხლა თავიდან ბოლომდე შევქმნათ ვინ შეგვიძლია, მივუთითოთ, რომ ტრენინგის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ტექნოლოგიური ინტეგრაცია ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში, როგორ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი მუშაობის პროცესში. ძალიან საინტერესო კურსია ზოგადად და დღეს განსაკუთრებით საინტერესო ლექცია იყო. დღეს ვისწავლეთ AI აგენტების შექმნა, რომელიც ჩვენს მაგივრად გააკეთებს ძალიან ბევრ საქმეს. ასევე ვისწავლეთ როგორ შევქმნათ საიტი ჩვენი ბიზნესისთვის და არა მარტო ბიზნესისთვის. ხელოვნურ ინტელექტს რო ფეხი ავუწყოთ, მნიშვნელოვანია, რადგან დრო ისე ვითარდება და ისე მიდის ტექნიკა და ტექნიკის განვითარება, რომ აუცილებელია ვიცოდეთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ეს მონაცემები, რასაც დღეს ჩვენ ამ ტრენინგებზე გავდივართ. ორგანიზატორების თქმით, ტექნოლოგიების განვითარება ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე გვაყენებს. მსგავსი ინიციატივები კი ხელს უწყობს საზოგადოების მზადყოფნას.